აი მეგობრებო, კიდევ ბილეთს ზავითის ქალაქში შესასვლელად ფასები ნახე 100 ლარი, 23 ჩეკები, აი ცეკვები რომცო. აი საკ, აქ უნდა იმასთან ვიყიდოთ ბილეთები ჩვენ და შემეგავალთით. სულ ძალიან მაგრად ვიზემოდივარ და გამელოდეთ. აი მეგობრებო, შემოვიდით უკვე მოგცეს ავიღეთ ბილეთი, აგერ გვაქვს ხელში და ესა პერფორმანსული მუზეუმი, რომელიც აქ ტარდება, გვაჩვენებს ყველაფერს. აი ეს ნახეთ რა მაგარი რაღაცები მინდა გაჩვენოთ. ის ძველი ეგვიპტური ნამარხი რაც ნაპოვნია აქ ამ ადგილზე. Nice. ეს ბიზანტიის მონეტებია ნაპოვნი აქ 584-610 წელი დაახლოებით ეს უკვე როცა ქრისტიანები იყო იერუსალიმში. აი ეს იყო ეს მაშინელი იერუსალიმი. ეს რომელი წელები ახლა გეტყვით ბიზანტიის პერიოდია. შინ 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. აი ეს ნახეთ, აი ესეთი საპერფორმანსია ნახატი. დაახლოებით ესე გამოიყურებოდა, ახლა გამოიყურება იერუსალიმი ასე რა. ძველად ასე იყო? რაღაც ვერ გავიგე აქ. აი აქ ვიდეოს ახლა ნელა ქალაქში. მაინდა ეს საკარა. იცო. აი ესა დავითის ქალაქი. რასაც სიტყვია ძველი ისუსაც შემოვიდი აქ. რომ ენახებია თქვენთვის. აი მოვაგინეთ. აი არ დავიგარგეთ. აი ვიმყოფებით დავითის ქალაქში და მინდა ცოტა რამე გითხრათ კარბობის დღესასწაულზე რომელიც დაიწყო. პირველი დღე ეს არის უბრალოდ პირველი შეკრება რომელსაც ქვია შაბათი დღე და ამ დღეს არაფერს არ აკეთებენ ებრაელები. ეს არის შეკრება, მათ ლოცულობენ, ადიდებენ ღმერთს, ცეკვავენ, განადიდებენ, მხოლოდ ნიშნულოვანი არის კარბობის დღესასწაულის მეხუთე და ბოლო დღეები, რომ ვთქვათ ასე მე-6, მე-7 დღეები, მე-8 დღის ჩათვლით. ეს არის ხოშანა რაბა, ანუ რომელიც ნიშნავს დიდი გამოსყიდვის დღე. გახსოვთ იესო ქრისტე როდესაც შედის იერუსალიმში, მას ეუბნებიან ხოშანა ბენ დავით, ხოშანა ანა ადონაი ხოშანა ბენ დავით, ასეა ეს ოდება და ეს შეძახილით და მას ხდებოდნენ პალმის ტოტებით. რატო ხდებოდნენ პალმის ტოტებით? მე თქვენ გაჩვენებთ. პალმის ტოტები არის კარბობის დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი, სიმბოლო, რადგანაც პალმის ტოტებიდან აკეთებენ სახურავს ამ კარავის, მე გაჩვენეთ ამ ქვევით რო ჩავალ ყველაფერს. ამ კარავის რადგანაც აკეთებენ და ამ ერთი კვირის მანძილზე ებრაელები ცხოვრობენ ამ კარავში, შემოგარგებო, ჭამენ, სვამენ, იძინებენ. ეს არის ცნება, რომელიც დაუწესა ღმერთმა ებრაელებს. რატო დაუწესა და რა სიმბოლოა, ამაზე ჩვენ შემდეგ ვიდეოებში ვლაპარაკებთ. მე ახლა უბრალოდ მინდა გითხრათ ეს ისტორიული ნაწილი ამ დღესასწაულისა. როგორ ებრაელები როგორ აღნიშნავდნენ ამას? თქვით რომ პალმის რტოებით ეგებებოდნენ იესო ქრისტეს, პალმი სიმბოლიზირებს იმას, რომ კარბობის დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია და ეძახოდნენ ანა ადონაი ხოშანა ბენ დავით, ანუ შეგვიწყალე დავითის ძეო, შეგვიწყალე ქართული თარგმანი არის ესეთი. მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, ეს შეწყალება არ არის ეგ სიტყვა, მოდით ცოტა კარგი ხედი მინდა გაჩვენოთ. ეს შეწყალებას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ხსნას. ფაქტიურად ეუბნებიან იესო ქრისტეს ის იერუსალიმის მცხოვრები, ვინც ეგებებოდა გვიხსენი ჩვენ
დავითის ძეო. რატო ეუნებიან გვიხსენია? და რატო ეგებოდნენ პალმების ტოტებით? პალმების ტოტებით იმიტომ ეგებებოდნენ ჩემოკარგებო, რომ პალმების ტოტების კარგობის დღესასწაული სიმბოლიზირებს მესიის მეფობის დადგენას და ყოფნას. ანუ როდესაც კარგობის დღესასწაული შემოდის ებრაულ ტრადიციაში, ეს სიმბოლიზირებს და წინასწარ მეტყველებს სათასასოფლელის ჩამოსვლას დედამიწაზე, ანუ მესიის გამეფებას. და ებრაელები ეუნებოდნენ იესო ქრისტეს. მოდი გვიხსენი, დადგე შენი მეფობაო და პალმის ტოტები მიუთითებს ამ კარგობის დღესასწაულზე, რომელიც თავის არში სიმბოლიზირებს მესიანური ეპოქის დაწყებას. და ამიტომაც ისინი ეგებებიან ამ იერუსალიმში, როდესაც შედის იესო ქრისტე. ყველაფერი არის ამ კარგობის დღესასწაულის სიმბოლიდან აღებული ჩემოკარგებო. კიდევ ისინი ტასაცმას უგებდნენ ჩემოკარგებო, როდესაც ახალი მეფე ირჩეოდა ისრაელში, მაშინ მეფეს თავისი ქვეშემდომები, ვინც მას ერთგულებას ეპიცებოდნენ, იხდიდნენ ტასაცმას და უფენდნენ მის ფეხებს, რათა გაევლო. ამით ისინი გამოხატავდნენ მეფისადმი ერთგულებას. ამიტომაც უფენდნენ იესო ქრისტეს ტასაცმას, ანუ მოვიდა ის 1000-წლიანი მეფობა, რომელიც განასახიერებს კარგობის დღესასწაული ჩემოკარგებო და ამიტომაც ისინი იესოს ეუნებიან. ანა ადონაი ჰოშიანა ბენ დავიდ. ვიხსენი დავითის ძეო. ჩვენ ვიხსენე. ამას შეძახოდნენ ისინი ებრაელები, როდესაც იესო ქრისტე შედიოდა იერუსალიმში. აი აქ შემოვიდა იესო ქრისტე, ამ გზაზე იყო, ამ შემოსulis და ამ დროს თელი იერუსალიმი, რომელიც მას გარეთ ეგებება, შესახვედრად ეუნება ანა ადონაი ჰოშიანა ბენ დავიდ. უბრალოდ მინდა რომ დაუკვირდეთ ამ სიტუაციას, ამ რაოდენ გასაოცარი სიტუაციას გადმოსცემს ეს ჩვენ ჩემოკარგებო. ძალიან მაგარი რამეა რა. მეც მოგეწონა. უფალი საოცრებებს აკეთებს. მაშასე აქ დავამთავრებთ და დანარჩენს ვილაპარაკებთ დასავლეთის კედელთან, ანუ იგივე გოდების კედელთან. ვიყურეთ, არ გამოტოვოთ, შემდეგ ვიდეოში თქვენი ხილავთ გოდების კედელს და კარგობის დღესასწაულის კიდევ ერთ სიმბოლოს. დღეს ჩვენ გავთქვით პალმის რტოები და იესო ქრისტეს შესვლა იერუსალიმში. შემდეგ სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ვიტყვით კარგობის დღესასწაულის. მაშას ვიყურეთ, გაგრძელება იქნება.